წინ Bravo, ჩემპიონი ხარ, რიჩი. რანაბული გააკეთე. დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით წალკიდან. დღეს ვართ წამოსული სანადიროდ, მე, ზუკა, ბატონი გია და ჩემი განუყრელი ბიძაშვილი, სეგუნა, რომელიც ვერ გამოვაღვიძე მოკლედ რა. როგორც იქნა გაიღვიძა და მოკლედ დღეს ვართ ორი ძაღლით წამოსული. რიჩი, ჩვენი რიჩი, ინგლისური სეტერი, რიჩი მიესალმე საზოგადოებას. ხარ მზად დღეს თავდადებისთვის. მაგარი ბიჭია უკვე რიჩი. მაქსი უკვე აი გაიჭრა ველად. ბატონი გია ზაღლი და მოკლედ დღეს ვინადირებთ. ესე გავიყოფით ორ ჯგუფად. თითო ზაღლით და ნახოთ არის თუ არა დარჩენილი წალკაში გამოსახშირი მწყერი. აციცივეში დარჩა თუ არა გამოსახშირი. ნახოთ რა კაი სიცივეა რაღაც. ხო, რა თქმა უნდა, გამოსახშირი ხუმრობით, მაგრამ ჩამოვედით გამოსახშირად. ხო არ არიან შემოპარულები რა. სეგუნა. დღეს მინდა, ჩემი თოფიც გადმოიღე რა. დღეს გვექნება ორი ახალი თოფით. ასე ვთქვათ, ვინადირებთ ზუკას შენაძენი ახალი. ეს გახლავთ რეთაი Air Extreme Control. ხო, ეგრე ქვია, ხო ზუკა? Air Control Extreme. ახალი რეტაის მოდელი, სულ ახლახანს გამოშვებული. ეს არის 554 ეგზემპლარი, ხო? ნომრით. ხო, 555. ვა, მაგარი მოდელი შეხვედრია. ძალიან მაგარი. და სულ ახალი მოდელია, ესეთი ამორტიზებული სალოყით. ინერცია სისტემა და Real 3 Max 5 კამუფლირებით ჭიდის ტევადობა 4 + 1 ძალიან მსუბუქი, ესეთი ძალიან კარგად დაბალანსებული თოფია და რავი, ზუკა მშვიდობაში, წარმატებულ ნადირობაში და დღეს გვექნება კიდევ ჩემ შუათანა ბიჭს უთხარი ერთ კარგ თოფს გიყიდი მეთქი რა და ძალიან დაინტერესდა ნადირობით და აი შევიძინე ესეთი ძალიან ლამაზი ი27. აი ესეთი ი27 ერთსასხლეტიანი, ესეთი საცალო გამოშვებით, სხვათა შორის ესეთი ი27 არ შემხედრე, ახლა არ ჩანს, მე დღის სინათლეზე გაჩვენებთ, აი აქ აწერია ი27 handwork, ანუ ხელით ნაკეთი. და აი აქ სასხლეთთან ორი ადამიანის სახელი და გვარი არის ამოტვიფრული, ვინც შექმნა ეს იარაღი. ძალიან ლამაზად გამოიყურება. მოკლედ აი აქ რაღაც სადაფით გაწყობილი, მოკლედ ორი ველულა არის ცილინდრი. გაბურღვა 18 და 2. თითქმის ახალია რა, რა ვიცი, გასროლის კვალი რო არ ეთყობა ისეთია რა. ხო ლამაზი თოფია. ძალიან. ინჟექტორებზეა, ეჯექტორებზე. აი, ვაფშე ახალი ყოფილი. აი, ნახე, სანემსეები შეხედე საერთოდ. ახალია. ვაფშე ახალებითაა სანემსეები და დაკეტვაც ისეთია. ხო, არა, გაიძახანებელია. ხო, არა? სერგოსაც მოეწონა ახალი რეტაი. თქვენ რეტაი გორდიონით, ხო? თქვენც ახალი არ არის პრინციპში? კი, მე 4 ნადირობა. ხო. მოკლედ დღეს რა სეგუნა ინადილებს მარტო ძველი თოფით. სტოგერი. რა გავხსნი ბატონო, მე ახალი თოფით ვარ. ეს ახალია? სერგოს ჩევინაჩუკარი სტოგერი აქვს. ვებერი სტოგერი. რა ურიჩი, ხო არ შეგცივდა რა? ამით ჩამოიგობა? ხო, ეხა მაგით უნდა ვინადირო. გავტესტო რა. აი, ჩატეკია. კი, შვენიერი დაბალანსებულია რა. თან ნაკეთობაც მომეწონა რა. ნახოთ რა იქნება.
პირველად ნადირობ ამი? კი, ნახოთ რა ვიცი. წარმატებები. ხო, ეგ ხო მაგარია სეგუნა, ძალიან ერგონომიულია. აკი ეთყობა ხო, აი ვაფშე არ ეთყობა და დაიჭი. აგიცი დამჭირე. მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ აი სულ ახალი თოფი, აი ეს რეტაი ზუკამ მიუტანა გიორგი ღვინიანიძეს, ჩვენ მეგობარს და დავასხით მატოვი ლაკი. ნაკაწრების საწინააღმდეგოდ რა. მოდი აქ შენ მოდი. და აი სულ ახალი თოფი ეგრევე გადაიღება მატოვი გამჭირვალე ლაკით. იმიტომ რომ დაცული იქნეს კამუფლირებული. კამუფლირება და იმედია რომ ზუკაც გაუფრთხილდება და აი ეს ნახე რა მოულის. მშვიდობაში. თუ ვინმეს დაგჭირდებათ, აი ესე ძალიან მოუხდა. აი ახალი ასე თქვათ სილამაზე შემატა ამ მატოვმა ლაკმა ამ თოფს, აი ძალიან ელეგანტურად გამოიყურება რა. ვისაც დაგჭირდებათ მატოვი ლაკის დაფარვა სულ ახალ თოფზე, რომ დაცული იქნეს ნაკაწრებისგან, შეგიძლიათ ამამად მიმართოთ გიორგი ღვინიანიძეს. აი ძალიან მაგრად აკეთებს თავის საქმეს რა. უმაღლეს დონეზე შესრულებით რა. აქვს. აბა, დავიწყოთ ბიჭებო. მოდი ჩემთან. აი მინდორი ჩვენ საბა თქვენიც. ვაზნები მოიმარაგეთ. შემოვედით მინდორში. ჩავდოთ ვაზნები. რას გაუშტერდი რიჩი აქ, ა? ესეც ჩავდეთ. კლევერის ვაზნები. აუ. მიდი, წინ. დამო. ოჰო. ხო, საბჭოთა მოდელია. წინ. ეს ნიავი იქედან გვაწუხებს ცხვირში სუნები. მიდი. ჩართე ტურბინები ბიჭო. ეს ნიავი როცა ტოროლა. ეს ტოროლები იმაშვება რა ბიჭო, ვერ ფილტრავს რა. ყურადღებით. წინ. მიდი. ნახე. მიდი რაკეტა ხარ. შემოვედით ნამკალში. ახ რა იდე ტოროლ. მე შუაში შევალ და ჩემთან კარგი ბიჭი ხარ. შედი. კარგია. აგე კიდე გავარდა. ზუკა და გია მოკლედ კარგად ნადირობენ. ჩვენ არ შეხვდა არაფერი. აჰა, ყველაფერი. წინ. ნუ გაქვს სულ იმ ნიავისკენ თვალყური, ბიჭო ხო ვერ მოვახედებ. წინ. სულ ნიავისკენ. იმენა ნიავი იქიდან უბრალოდ და შეტრიალდა. ჰა, მიდი. მიდი ხო. მიდი. ეცი. წინ. სად არის აბა? სად არის მწყერი? ეცი. უხშე მამა ძაღლები. ხედავ ხელის გაშვერაზე რა კარგად გადადის. წერი გვინდა ბიჭო იმათმა რამდენი ისროლეს უკვე. ჩვენ არც ერთი. ეს ტოროლები მოკლედ არ გვასვენებ. წინ. აუ რას გარბის რიჩი რა. ტოროლა. კაია რო აღარ უკეთებს თოიკებს. მიდი ნახე. თავისით ავტომატურად. აი ახლა იქ რომ მიგიყვანს და ნაბულია და არ ამოგიფრენს, უნდა ცემოც კეპლით რა.
არა. კაი, გაფილტრო ჯობია თვითონ, ა? ნამკალშიც არა. ტოროლებია აუღარება რა. რა ვიცი. კაი ბიჭი. წინ ტოროლები ზამან. ტოროლა, აგე კიდე ტოროლა. იდე ტოროლა. ერთი მწყერი რა გახდა ბიჭო, ხა? ანახი, ახი. წინ. ნაბული გააკეთა და გამორთე თუ არა ამოფრინდა ბიჭო. აგერ. აქ ჩამო. მოდი რიჩი. ჩემთან. ნახე. Bravo, bravo, კაი ბიჭი, ნახა, სეგუნა, ნახა, მომიძებნა. აი, კარგია, აი ნახე, ხო კაია. ჩავყვეთ, ახე სად იყო? ბოლოში კამერა გამორთე თუ არა ამოფრინდა. ესეც ბაკლანები გადავიდნენ. აბარა ხენით ბიჭებო. ამდენი ნახეთ, რომელი? ერთი ამოფრენა და მოხსენე. 6-იც არ ვნახეთ ჩვენ. 6? ნახე. 2 მოვგავით. დარჩენე? თი არა. ერთია ვაკავჭი, 2 შორს აფრინდა რა, შორს. ხო. 2 წეისა, ერთი მოვგავით და 2 იმანს უკა. ერთი ავაცილე მე, ერთი მოვგავით. მე იდეაში ორივე სტროლაზე ორივე ჩამოვაგდე, მაგრამ ის ერთი დაჭრილი იყო. და გაიბარა. არ გაიპარა, ანისა ვაგუჩი. თოფი როგორია? ჯერ არ გაუმაზია. არა, ჰა? ორივე ესულა, ორივე მოკლა და ახლა მეტი გაი. всё, მაგარია. აი. რავი მოვიარეთ, ერთი ცალი მწყერი ამოფრინდა, სულ ნაბულით ისიც. ფეხით ვაფშე არ ფრინდება. ფეხით ვაფშე არა და თუ ან ნაბულითა ერთი შეგვხვდა მარტო აი ეს მინდვრები სულ მოვიარეთ. Bravo Richi. Rana buli gaaketha. Bravo, მოდი აგერ არის. ოურა თოფია. ჰოპ, გადახტა აგერ. დაჭრილია. მოდი Richi. ჰოპ. ოურა კაი ბუთხუზაა. Richi აი, ჰა, ნახე. ჰა, ნახე. Ura კაი ნაბული გააკეთე. აი. ხო. всё, კაი ბიჭი. Браво, ნამკალში ისევ. ნამკალში. Hoppa. Bravo. დღეს მეორე ეგზემპლარი. ეს კაი ბუთხუზა. Bravo, თოფიც დაიტესტა და მართლა კარგი. მართლა კარგი თოფია. Clever.
ვა. ბრავო, რიჩი. აი აქ ჩამოვარდა. ნახე მანდარი. ნახე. აქ ჩამოვარდა ბიჭო. არის? მოდი ჩემთან. ნახე, აგერ, ნახე. აგერ, მე ვიპოვე, მოდი ნახე, შენს ნახე. ნახე. აი, მანდარი. ბრავო. კაი ბიჭი ხარ, კაი, ფუ. კაი, ფუ მომეცი. ფუ. კარგი ბუთხუზა. კარგი. ბრავო რიჩი. კაი ნაბული იყო შენ გენაცვალ. ორას მუშაობს ხვირი შენი. ბრავო, წინ. ანახე მაგ. წინ. ბრავო, ჩემპიონი ხარ, რიჩი. რანაბული გააკეთე. ბრავო, მოდი აქ არის. აი აქ არის. აი. ნახე. 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 ბრავო, კაი ბიჭი ხარ. ფო, მომეცი. ბრავო. აუ რა კაი ნაბული იყო. იმენას ღაპარი რა. ბრავო, კაი ხარ. კაი, ფუ, კარგი, გეყოფა. კარგი ხარ. ფუ, კაი, არ გააფუჭო, არ გაუფუჭებია. თა მოტეხილი აქ. კარგია. აი როგორი სუქანია, ცხიმიანი. წერია, აი. სუყვითელია. კარგი. ბრავო, რიჩი, მაგარი ხარ. ძალიან მაგარი ხარ. ამოვიღოთ ხაზნა. ჰოპა. დღეს ამ იარაღით, რომელიც ლუკასთვის შევიძინე. 4 გასროლა და 4-ვე რეალიზებული. არც ერთი აცილება. აი ესეთი ძალიან ლამაზი თოფი. მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ გიას, ვინც დაგვითმო ეს თოფი. ესეთი კარგი მოვლილი და შენახული რომ არის. ნამდვილად არც კი ეტყობა ხმარების კვალი. აი აქ აწერია ტრავერ კაჩ რაღაცა კო სახელი და სლესარი. სუკა მომიკითხე, ხა ვერ ვკითხულობ, ცოტა ზეირეკლავს. მოკლედ ძალიან მაგარია. I27 handwork. ძალიან მაგარი თოფი, ძალიან ლამაზი. არც ერთი აცილება. პირველი გასვლა, რაღაც კარგი, შედეგიანი სროლებით. ტოროლები. ვახ როგორ მაგარი დავული და ტოროლები ამოფრინდა. ინაღამაროსოლე. ბრავურიჩი, მაგარი ხარ. კაი ბიჭი ხარ, დღეს მაგრა იმუშავა. ძალიან მაგრა დაიხარჯე. კიდე ტოროლები.
მოკლედ მეგობრებო, დასრულდა ჩვენი დღევანდელი ნადირობა. და პრინციპში რო გითხრათ რომ ამ ნანადირობით გაგაკვირვებთ ვერა. სულ მოვინადიროთ. მე მოვინადირე 4 ცალი. ერთი თავში და მერე ბოლო 3. ჯამში არის 7 ცალი. თქვენ რამდენი? 3. რო ვიგო. limits ვერ აქვს. ნუ გვეღადავები ახლა ზეგერ. მოკლედ სულ 7 ცალი. აცილებით, ხო? პირველ ისა მინდორში თქვენ კარგად შეხვდათ. ხო. მეტნაკლებად რა, მაგრამ უკვე ვფიქრობ რომ აღამთიანში წალკისკენ გამოხშირეთ, ხო? შემოპარულები იყვნენ დივერსანტები და გამოხშირეთ, ხო? მოკლედ ორიოდე სიტყვით ზუკა აბა მოგვახსენე შენი თოფის შესახებ. Reta Arms Air Control Extremis შესახებ. აბა როგორია? კარგია რა. იფრის ვარდება. პირველი შევეძლებ. სალოკე ხო ძალიან კომფორტულია. ძალიან კომფორტულია, თითქმის არ იგრძნობა, ანუ გასროლა. ერგონომიული? სუბუქი? ხო შეცდომა დაუშვით. ხო. 3 ტყვია ჩადის სავაზნეში და ერთი ლულაში სავაზნე, ხო, ანუ ჭიჩი ჩადის 3 პლუს 1 ლულაში. ძალიან რავი, სუპერ ბლექიგლის ასლია. რავი, კამუფლირებული გიორგის დასხმულმა ლაკმაც შვენივრად იმუშავა და გაამართლა. მაგრამ ხო ბალახების რავი არანაირი კვალი, უკან ამორტიზატორი, მოკლედ კარგი შენაძენია ზუკა წარმატებულ ნადირობაში. მოკლედ რაც შეეხება ლუკას ახალ თოფს, ესეც ძალიან კმაყოფილი ვარ, 4 გასროლა და 4-ვე რეალიზებული რა, არც ერთი აცილება. საჩემო თოფი კი არა, საშენოა ეგუნა, სიმართლე გითხრა რა. მაზილა ესა. არა, იხვიკი დამაკალი ზამთარში, მაგრამ ეხლა წერში აშკარად გაჯობე რა. მაგარი მიტანა ხო? აუ, არამიცილებია რა. აი გააყოლე. დათა თუთაშხიაში რო არის, ხო იცი? საჩოულობს ამისთანაირაღს ეს კაციო. დამიზნება არ ჭირიათი თო ხდებაო რა. აი ისია. მართლა აი დაუმიზნე და რა ვიცი. ძალიან კაია. მოდი ერთი გვარები წაგვიკითხე რა, საზოგადოებას აინტერესებს რა აწერია. ესე იგი, აგერ აწერია მეგობრებო, აი თუ ჩანს ИЖ 27 handwork და აგერ სახელი Slesar ისე იგი მჩარხავი იყო ბოგატირევი, ესი, სერგეი სავარაუდოდ და სლავიკა. ეს არის ტრავერი, ანუ ბურღავი, ხო? არ ვიცი, ტრავერი რას ეგაც არის. შეიძლება ეს ჩუქურთმების ამბავზე. შეიძლება, ხო? კ არის მე მგონი პირველი ასო. კი არის პირველი ასო, მე რას გაიგებ. კაშტანოვი არის მე მგონი ვ. ვასილიან ვიღაცა. მოკლედ ძალიან ლამაზია, რა ვიცი, მე ძალიან მომეწონა. ძალიან ესეთი ჟოდაშვიდი ბევრი არ შემხვეტრია რა. ძალიან მაღალი ხარისხის ვარანენით, კარგი გრავირებით, ლამაზი შესრულებით ისეთი. კარგი კონდახით. ერთკურუგიანი. ეს ნასეჩკა, რა ქვია, ნაჭდებით ძალიან ისეთია რა. მაღალ დონეზე შესრულებული. ერთ სიტყვით კარგია. მოკლედ შვიდობაში ზუკას და ხო ახალი ვითა შვიდობაში ზუკას თავისი ახალი რეტაი. ზეგუნა შენ შვიდობაში შენი ძველი სტოგერი. კარგ ნადირობაში თავარი ეკლავს. შეძგანა. მოკლედ მეგობრებო, კაი დრო გავატარდა, რაც ყველაზე მთავარია, დიდი მადლობა ჩვენს 4 ხა მეგობრებს. მაქსის და რიჩი, ბრავო. აბა, დავემშვიდობოთ საზოგადოებას. ბრავო, მაგარი იყავი, დღეს 5-იანი შენ. კიპებს მერე ცალკე გაგაცლი. მოკლედ, გემშვიდობებით მეგობრებო. 4-ვე ჩვენთაგანი, თქვენ კიდე წარმატებულ თევზაობას და უბრალოდ თქვენ კიდე წარმატებულ ნადირობას გისურვებთ. კარგ სეზონს. აუ, ნახე რა მაგარი ის პიკირება გაუკეთა ქორმა რაღაცა საიქ, აი. აუ, რა ლამაზი იყო. მოკლედ, კარგ ნადირობას, კარგ სეზონს გისურვებთ. დროებით მომავალ შეხვედრამდე. კარგად.